ვისაუბროთ სიმსუქნეზე, როგორც ჯანმრთელობის პრობლემაზე. ჩვენი სტუმრები არიან კლინიკა ახალი სიცოცხლის ზოგადი ბარიატრიული, ენდოკრინული და ონკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ცუცქირიძე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თეკლა ყანდინაშვილი. მოგესალმებით თეკლა, კობა. დიდი მადლობა მოაბრძანებისთვის და მოდი დრო რო არ დავკარგოთ თეკლა, თქვენ გითხარით ბოლო-ბოლო რა არის ეს სიმსუქნე? როდის ითვლება რომ ადამიანი მსუქანია? სიმსუქნე ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე არის აღიარებული და 21 საუკუნის პანდემიასაც უწოდებენ. გავრცელება ძალიან დიდი არის და მისი გამომწვევი მიზეზი არის მულტიფაქტორული. განსაკუთრებით ეს არის დღესდღეობით ცხოვრების არასწორი სტილი, არაჯანსაღი კვება, ძირითადად მჯდომარე რეჟიმი, გარდა ამისა სტრესი, ძილის დარღვევები და სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები. განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიურ დაავადებებში მოიაზრება ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ფუნქციის დარღვევა და კუშინგის ცხოვრების წესი არა? რა თქმა უნდა, ცხოვრების წესი პირველ რიგში აღნიშნე, რომ ეს არის მთელი დღეში ერი ვარ და სახში მივედი და ყველაფერი ერთად ვჭამე, საუზმე სადილი. მჯდომარე რეჟიმი ხო ანუ კუშინგის დაავადებები რა არის? თირკმელზე და ძირკვილის დაავადება. თეკლა, ახლა გითხარით რა კრიტერიუმებით ფასდება სიმსუქნე? ძირითადი კრიტერიუმი ეს არის სხეულის მასის ინდექსი. ეს არის მარტივი ფორმულა, რომელიც ჩვენ გამოგვიყენებია და ვიყენებთ, როდესაც დავსაზღვრავთ სხეულის სიმაღლეს, რამდენად შეესაბამება ჩვენი წონა. ნორმაში ეს ჩდება 18.5-დან 25 კილოგრამ/მეტр²-მდე, 25 კილოგრამ/მეტր²-დან 30-მდე არის ჭარბი წონა, ხოლო 30-ის ზევით ეს არის უკვე სიმსუქნე. ამის შესაბამისად სიმსუქნე იყოფა ხარისხებად, 30-დან 35-მდეა პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35-დან 40-მდე მეორე ხარისხი, ხოლო 40-ის ზევით ეს არის მესამე ხარისხის უკიდურესი სიმსუქნე, რომელსაც აუცილებლად ჭირდება შესაბამისი მკურნალობა, ოქროს სტანდარტი, როგორც ყოველთვის არის ცხოვრების სტილი, კვება, დაბალანსებული ფიზიკური აქტივობა, თუმცა აუცილებელია, როდესაც სიმსუქნე იწვევს სერიოზულ ქრონიკული დაავადებების პროვოცირებას, ჩავთვათ სხვადასხვა მედიკამენტოზური მკურნალობა და ასევე დღესდღეობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბარიატრიული ქირურგიის გამოყენება. ექიმისგან ძალიან მშვენიერი და რა თქმა უნდა ოქროს სტანდარტია მსგავსი რჩევა, რომ ცხოვრების წესი შევცვალოთ, მედიკამენტი რთულ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე რთული შემთხვევა ეს უკვე ბარიატრია, ხო მართალია. აი ბატონო კობა, გითხარით როგორ ხდება პაციენტის მომზადება? ამზადებთ თქვენ, ემზადებათ თვითონ, აქვს გარკვეული კონსულტაციები თუ აი როგორ ვამზადებთ პაციენტს ბარიატრიული ოპერაციისთვის და როდის არის საჭირო? ხო. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას გეტყვით მოწვევისთვის. მოგეხსენებათ, ბარიატრიული ქირურგია ითვლება ჭარბწონასთან, სიმსუქნესთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად. ძალიან ბევრი ადამიანი ებრძვის დღეისათვის ჭარბწონას და ჭარბწონასთან ასოცირებულ გულსიზარღვთა სისტემის, ასუნთქი-გზების, საყრდენ-მამოძრავებელი თუ რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე პაციენტები მიმართავენ დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშებს, წონის კლების მედიკამენტებს, მაგრამ ვერ აღწევენ ზოგიერთ შემთხვევაში სასურველ შედეგს, ან თუ აღწევენ უჭირთ ამის შენარჩუნება. ასე დროს არის საჭირო მიმართონ კონსულტაციაზე ბარიატრიულ ქირურგს, მაგრამ არ არის საკმარისი მხოლოდ პაციენტის სურვილი, რომ გაიკეთოს ბარიატრიული ოპერაცია. უნდა არსებობდეს ამის ჩვენება. ქირურგის ღირსება არის გააკეთოს ბევრი კარგი ოპერაცია, მაგრამ არანაკლებ დიდი ღირსება არის ავატყობს ააშოროს არასაჭირო ოპერაცია. არის შემთხვევები, ხო ეუბნებით უარს, გონია რომ ჭირდება, მაგრამ თქვენ უარს. არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ვთქვათ, ვადგენთ პაციენტს ესაჭიროება ამა თუ იმ ტიპის ბარიატრიული ოპერაცია თუ არა. პირველი ეს არის ვითვალისწინოთ პაციენტის ასაკს, ასევე ვითვლით მისი სხეულის მასის ინდექსს, მარტივი ფორმულით. პაციენტის წონა შეფარდებული მისი სიმაღლის კვადრატთან. თუ სხეულის მასის ინდექსი, BMI ინდექსი აღემატება 35-ს და ამასთან პაციენტებს აქვს თანხლები დაავადებები, ჭარბწონასთან ასოცირებული დაავადებები, მაგალითად როგორც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე, პიკვიკის სინდრომი და საკმაოდ აქტუალური პრობლემა არის ჭარბი წონით განპირობებული უშვილობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება ამა თუ იმ ტიპის ბარიატრიული ოპერაციის შერჩევა და მოგეხსენებათ, არსებობს ძირითადად სამი ტიპის ბარიატრიული ოპერაცია. ეს არის რესტრიქციული, მალაბსორბციული და კომბინირებული ტიპის ოპერაციები. პირველი რესტრიქციული რა არის? ეს არის კუჭის დაპატარებას, რაც ეძახიან, როდესაც
ხდება ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომია, კუჭის დაახლოებით 80-90% იკვეთება და რჩება დაახლოებით 50-დან 150 მილilitrამდე მოცულობის კუჭი. მაგრამ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ის ფიზიოლოგიური გზა არ ირღვევა, საკვები ისევ იგივე გზას გადის. არის კიდევ ძალიან ეფექტური კუჭის ერთანასტომოზიანი მინი ბაიპასი, როდესაც ხდება როგორც კუჭის ზომაში შემცირება, მცირე ზომის ფაუჩის ჩამოყალიბება ხდება და ასევე წვრილი ნაწლავის ზედა 1/3 პროქსიმალური ნაწილის დამოკლება ხდება. ანუ დაახლოებით 2 მეტრი წვრილი ნაწლავისა გამოთიშულია. ოპერაციის შემდეგ საკვები არ მოხდება, აქ შესაბამისად არ შეიწოვება. განსაკუთრებით ეფექტურია კუჭის ერთანასტომოზიანი მინი ბაიპასი პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებს ჭარბწონასთან ერთად თანხლები დაავადებები. ანუ ხდება წონის კლებაც და ამ თანხლები დაავადებების ან სრული განკურნება, ან ხანგრძლივ რემისიაში თუმცა გადასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე მართვა, ხო? ოპერაციის შემდგომი მართვა. თქვენ თქვით, რომ ანუ საკვები პირდაპირ გადადის, ხო, როგორც აღნიშნეთ, თუმცა ის ვიტამინები, რაც საჭიროა ორგანიზმმა რომ მიიღოს, ანუ მართვაში რამდენად ხართ ჩართულები? ოპერაციის შემდგომ მართვას. ძალიან კარგი შეკითხვა არის. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დარგი ბარიატრიული ქირურგია საქართველოში საკმაოდ განვითარებული არის. ძალიან ბევრი კლინიკა არის, სადაც წარმატებით ტარდება ბარიატრიული ოპერაციები და მათ რიცხვს მიაკუთვნება კლინიკა ახალი სიცოცხლეც, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. მოგეხსენებათ, ბარიატრი არ არის ერთი ექიმ სპეციალისტის დარგი, მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, სხვადასხვა სპეციალობის ექიმის ჩართულობას. ამასთან ჩვენ კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, აპარატურით, ეს არის Siemens-ის ფირმის 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, 160 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი გვაქვს, 2025 წლის წარმოების ულტრაბგერითი აპარატი გვაქვს, ძალიან გვეხმარება ჭარბწონიან პაციენტებთან განსაკუთრებით კვლევის პროცესში. ასევე საოპერაციო ბლოკი განახლდა, გვაქვს Olympus-ის ფირმის ლაპაროსკოპიული აპარატი უახლესი ინსტრუმენტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის მსვლელობის დროს გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის საკერავი ენდოსტეპლერი მასალა, რაც თავის მხრივ უკეთებს პრევენციას ოპერაციის შემდგომ გართულებებს, შესაძლო გართულებებს პაციენტებთან. კი ბატონო, სწორად შერჩეული ბარიატრიული ოპერაცია და მაღალ დონეზე შესრულებული ქირურგიული ჩარევა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ოპერაციის შემდგომი მართვა და მკურნალობა, რაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ექიმი, ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, ასევე ბარიატრიული ქირურგი. ესე ვთქვა, ფეხდაფეხ უნდა მიყვნენ პაციენტს, სანამ ის არ გამოჯანმრთელდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ და არა ისე როგორც ამას ჩვენი თურქი კოლეგები აკეთებენ, ბარიატრიული ოპერაციიდან 48 საათში ემშვიდობებიან ქართველ პაციენტებს, უკან გვიგზავნიან საქართველოში და მოკლედ თქვენ მიყვებით ბოლომდე ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ქირურგი და პაციენტ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის, კობა ცუცქირიძე, თეკლა ყანდინაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ამასობაში შესრულდა 9